მოგესალმებით მეგობრებო. ახლა ვფიქრობ ეს ცოტა შუქი უნდა დავუკლო. აი ესე იყოს და ამას ცოტა მოვუმატებ. აი ასე. ესე ჯობია. გონი, არ ვიცი. უკვე აღარ შემიძლია. ახლა არ გამიგვიძებია, როგორც ვცდილობ რომ თქვა გრამატიკულად სწორედ ახლა, მაგრამ ისე ყურში ცუდად ხდება. ეხლა მოკლედ არ გამიგვიძია, გავიგვიძე დიდი ხნის წინ უკვე. ყავის დალევაც მოვასწარი, მაღაზიაში ჩასვლაც მოვასწარი, მოკლედ შაქარი არ მქონდა, პური ამოვიტანე, ჩაი, ცოტა ნალექიანი ყავა, ცოტა უნალექო ყავა და დილას, ანუ ახალი გაგვიძებული რომ ვიყავი, ლობიო გავარჩიე და დავადგი მოსახარშად, უკვე მოიხარშა, ვაციებ ახლა და მინდა გამოვაცხო ლობიანები. ხო და ახლა მჭირდება ცომი უნდა მოვზილო და ცომსაც უნდა მე დრო ცოტა რომ ამოფულდეს. ახლა გავაკეთებ ამ ამბავს. და ერთი პატარა თხოვნა მაქვს თქვენთან, არ ვიცი ვინ როგორ შეხედავს ამ ამბავს, ძალიან მეუხერხულება, მაგრამ მოკლედ გავიჭედე, იმიტომ რომ თავიდან რომ დავიწყე მუშაობა, ანუ სამსახური, ყოველდღე მუშაობდი და მოკლედ ისეთი სამსახურია, სადაც დღის ბოლოს, ანუ ესე მოვლაპარაკდით, მოვილაპარაკეთ, რომ მე ესე მაწყობს თქო და დღის ბოლოს, ანუ მიხდიან ხელფასი. და მოკლედ ჩასვეს, ანუ ერთი დღე მე ვარ, მეორე დღე სხვა არის და ამიტომ ჩამოვრჩი რა, გადახდის ამბავში რა, კრედიტის, ისევ კრედიტზე ვლაპარაკობ მე. და ერთი ის მაკლდება, მოკლედ რაღაცა პატარა თანხა დიდი არ არის რა. და არ ვიცი, თუ რა თქმა უნდა ვინმეს გააქვთ შესაძლებლობა რომ მას ესხოთ, არავითარ შემთხვევაში საჩუქრად არ ავიღებ, გამორიცხულია, ვინც იტყვის რომ არა და რაღაცა, აი უარს გეტყვით ყველა ვარიანტში და ძალიან მეწყინება რა, მოკლედ მინდა სესხით. რომ მე ჩემი ნაშრომი, ანუ ჩაგასესხოთ რა, ასე ვთქვათ. თანხა არის დაახლოებით, ნუ ეხლა 75 არის და პლუს ალბათ რაღაცა პროცენტი, ნუ მოკლედ 80 ლარია რომ მაკლდება რა. და ეს არის ნუ ფაქტურად ერთი დღე და მესამედის, ასე ვთქვათ, ნაშრომი რა ჩემი და აი ნუ კარგი, აი ვთქვათ მესამე დღეც რომ მქონოდა, რიცხვის ამბავში ვიჭედები, იმიტომ რომ 12-ში რომ უწევს გადახდა, ანუ ოფიციალურად. 11-შიო უკვე ესე მითხრა იმ კრედიტ ოფიცერმა, 11-ში უკვე უნდა იყოს გასწორებულიო, რომ მეორე გადახდა რომ დაიწყებაო, ის უკვე ცალკე, ანუ სხვა ამბავია. ის პრობლემა არ არის. YouTube-ის ხელფასიც გამომდის, პლუს სამსახური მაქვს და ეს უკვე ჩემთვის აი როგორც როგორ იტყვია ხოლმე რუსული გამონათქვამია, как пальцы обосвальдо თუ რაღაცა, ნუ მოკლედ ძალიან მარტივი იქნება ჩემთვის ეს ამბავი და ანუ აი ეს ერთი დღეა რა, ერთი დღე მიწვიტავს იმას და აი სხვა გზა რო არ დამრჩა, ნუ იქ მეზობლებს ვკითხე, თვის ბოლოსო ხელფასიო ისავესო და აი ვისაც შეიძლება გექნებათ ასეთი, დიდი მადლობელი ვიქნები და ჩემგან საჩუქარსაც მიიღებთ მე აუცილებლად ჩემი ხელმაკეთნივთ და მოკლედ სესხით მინდა რა. ხო ძალიან ისეთი თემაა რა. მეზობლები რო არიან ხანჯრიდან. გაბრაზებულია მეგობრებო ცოტა.
ცოტა კი არა კარგად გაიბრაზდი დღეს. ეხლა მოგიყვებით მაგამ დროს. ეს კედელი ხო მოანგრიეს. ხო, რემონტი გააკეთეს კი, კარგია სათავისოდ აკეთებენ ყველაფერი, მაგრამ ის ხო ვთქვი, რომ ელემენტარული ბოდიშიც კი არ მოუხდიათ ხმაურისთვის, მტვერისთვის, ყველაფრისთვის, ხო? ბოდიშით ჰაერს ვერ გაასუფთავებდნენ, მაგრამ რაღაცა ზრდილობის კულტურის მომენტია, ხო? აუღიათ ეს რაფაზე როგორც იქნა აღირს, ეს ყველაფერი დააწკრიალეს, ანუ ეს კიბეები, რამოდენიმე დღე დასუფთავებული კიბე და ჩემი ფანჯრების ქვემოთ იყო გავსებული ყველაფერი, საღებავების კილები, ხეები, მოკლედ ცოცხები, ისა ეს ყველაფერი ეყარა. დღეს შემხვდა ის მეზობელი გოგო, რომელიც ზემოთ წრობს, ვინც გადმოვიდა ახალი გადმოსულია, მოკლედ რემონტები რაღაცა ითავდა და ვეუბნები, რომ ესე მეთქი, რა კაია მეთქი, გავისუფთავებიათ, მაგრამ მეთქი, ჩემი ქოთანი სად არის მეთქი, ანუ ქოთანი გაქრა ჩემი, აი ამხელა ქოთანია მეგობრებო. პატარა ქოთანი კი არ არის და ცოტაც არ ღირს ეგეთი დიდი ქოთანი. სად არის მეთქი ეს ქოთანი და კიდევ კაი რომ მითხრა, ეს წინ მეზობელი როა, ერთი კაცია, თავიდანვე ძალიან ისე ბოღბიანად ახალი გადმოსული ვიყავი, დამიბღვირა და რაღაცა ისეთები ილაპარაკა, მოკლედ მაგას აუღია. აიღოა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, მეგობრებო. მეორე შემთხვევა. აბა, ვინც ჯანმრთელობა მისურვეთ. ხო და მეორეჯერ აიღეს უკვე. ერთხელ რო აიღო, დაიბრალა იმ ქალმა. კაი ქალია რა, მოკლედ არ ვიცი ამ კაცის და არის, მოკლედ ნაცარია და იმ ქალმა დაიბრალა. ხო და, დააბრუნეს ჩვეულებრივად ქოთანი. თან რა არის, იცით რა რისი გაკეთება მინდოდა მეგობრებო, აი ეს აკაციას რო გავს, აი თვითონ ყვავილებით, აი ეს იასამნისფერი რო მავიწყდება სულ მაგ მცენარეს რა ქვია. მაგის პატარა ძირის დარგვა მინდოდა, რომ ეგ ხო ადის ესე მაღლა და თოქსაც რო გაუკეთებ, ზედ იცის რა ესე ვაზივით ადის და რაღაცნაირად მინდოდა გამელამაზებინა ფანჯრისთვისაც კარგი იქნებოდა, მათთვის რა არ იქნებოდა კარგი მცენარე, სილამაზე რაღაცა მოკლედ. და გაქრა და გარაში შეიტანაო. ამაზე თავისთავად ეხლა ეს უკვე რაღაცნაირად იცით აი მგონია რომ რაღაცა ომს მიცხადებს ეს ადამიანი რა, იმიტომ რომ აი რა ამხელა კაცს თავში გონება ხო უნდა კონდეს რომ ესეთი რაღაცა არ გააკეთოს, თითქოს ჯინაზე აკეთებს, ხდები? ხო და არ ვიცი, ჩემ ადგილზე ალბათ ვიღაცა უჩივლებდა და ქურდობას დააბრალებდა და ქურდობა დაუკითხავთ რომ იღებს ჩემ ნივთს ეს ხო, მოიცა როგორ მითხრა ახალი გადმოსული რომ ვიყავი, ჯერ არ ვიცნობდი ხალხს მეგობრებო, საერთოდ ჩემთვის ახლა წარმოიდგინეთ ვიხედები ფანჯრაში და რაღაცაზე მოიცა რა არისო ესო უნდა დაიპყრო აქო ტერიტორიები, რაღაცა სისულელეები, მოკლედ მაგრა აკლია ადამიანს. ზოგადად არ მიყვარს ადამიანის კრიტიკა, მაგრამ ახლა როცა ავათარის ადამიანი ხომ და იმას და როგორ დაველაპარაკო ისიც არ ვიცი, ავადმყოფი. არ ვიცი მეგობრებო რა რამდენი გიჟია და რამდენი გადარეული. ჯერ ეს უბანი ხო არის და არის რომ ცოდნოდა სად მოვდიოდი, არ ვიცი, ამ ფასში შეიძლება ვერ მეპოვნა, ცოტათი მეტი ყოფილიყო, მაგრამ ნორმალური მეზობლები მაინც შეხვდებოდა ხო ეგრე. თან მე ხა ისეთ ეზოში ვარ გაზრდილი, სადაც სოსო ფანჯარა რო დაგეხურა. ხო, რო დატოვე. თან რა არის იცით, რა მოუწევს მართლა. თვითონაც სოსოს სტოლი შვილი ყავს. და იმდენი ის არა აქვს.
აი მე მაგალითად როცა ვიცი რომ მშობელია და ჩემი შვილების ასაკის აქვს თუ დიდი თუ პატარა არ აქვს მნიშვნელობა რაღაცნაირად უფრო თბილად ვარ ადამიანების მიმართ. არ ვიცი მსგავსი არაფერი მინახია. ნდობი პრეტენზიებით მოვიდა ფანჯარა დამიხურეთო. გახდება იქ. რაღაცა ჩამოქონდა აქ? არა. მოკლედ ყველაფერი ისმის მეგობრებო ამ იმაში რა. გადარაძლია ერთადერთი ფანჯარა მას საიდანაც სინათლე შემოდის და ჰაერი შემოდის და ეგეთი დაცენტრილი მეზობელი როა იქით. შემდგომ გახსოვთ ესეთი ლაპარაკი ადამიანებზე იშვიათად რომ ვინმეს ეცვარავთ, მაგრამ უკვე აი ზედმეტებში გადადის მართლა ადამიანი რომ არაფერს არ უშავებს და გესხმის თავს. აი რა უნდა ელაპარაკო ეგეთ ადამიანს? არაფერს უშავებ და გესხმის თავს. თან არც ქრისტიანია, რავი, ქრისტიანი ადამიანი ამას გავაკეთე ერთ ამ დიდ მარხვაში. მე არ ვიცი. შეუგნებელი. სოსო მიყურებს იქიდან. არ ვიცი, აი რა გონიათ მარხვა? დიეტა? წარმოგიდგენია სოსო? რამდენი ადამიანია ესეთი? იმდენი სიხარული მე და ჩემ შვილებს, მეგობრებო და შვილიშვილებს. იმდენი სიხარული, რამდენიც ესეთი თვალთ მაგცი და ისა მარტო ისა საჭმლით რო იცავს მარხვას. სულიერ მარხვაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ამას რძენია. ამათ რა გონიათ, რომ ღმერთი ისა მოატყუებენ თუ რა? გეფიცებით მირჩევნია ადამიანი იგინებოდეს, ილანძღებოდეს და თავის მართალი მაინც იყოს. ლანძღაზე კიდე ისა რატომღაც გონია, რომ ესეთი ადამიანები უფრო გულით სუფთეები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ძალიან მაშვებიან, რაღაცნაირად. თვალთმაქცევი. განდიდების მანიით შეპყრობილები. მერტა. ეს წუთი სოფელი. ისედაც მოცუცქნულია ცხოვრება. გაიარე რა, პატიოსნად, წნარად, შვიდად. ახლა რას ვუყურებდი ფანჯარა ღია იყო მეგობრებო და ჩანდა რა ის ვაჟბატონი ის კაცი კაცმა მაპატიო ღმერთობა კაცმა იცხავდეს აი შეხედავდა რომ რაღაცა აი ბანდიტის ის რო აქვს რა შეხედულება ხო და რაღაცას ჩუმად ლაპარაკობდა და აქედან ხედავ აი შუშის იმით ხდები და რაღაც ესე აკეთებს რა ესეთ რაღაცებს ასე აკეთებდა ესეთ რაღაცებს და ჩუმად ლაპარაკობდა ხედავდი აქ ფანჯარა ესე იყო გახსნილი
თან ხედი. აი დავუშავე რამე სახში შეუვარდი თუ რა, აი ესეთი ბოღმა როგორ უნდა იყო ადამიანი, აი ესეთი ბოღმა. აი რას ვენებს? აქ ამ ბინას აქირავებდნენ მეგობრებო. აქირავებდნენ სანამ მე ვიყიდიდი, აქირავებდნენ და ვინც ის ქვეყანა გადარეული და არანორმალური ხალხი იყო ან ხმაურიანი თუ რაღაცა. მე და სოსო ვცხოვრობთ ჩვენთვის წყნარად შვიდად. აი რა უნდა? მესმის რომ რაღაცა პრეტენზია გქონდეს ადამიანს, რომ ან ხმაური გამოდის, ან რაღაცა აი არიცის თავისი ბოხმას ადანთხიოს და უდანაშაულო ადამიანს ებრძვის. აი ეგ შტაბეშილება მრჩება. ხო ეგრე, აბა ნორმალური ადამიანი ამას ხო არ გააკეთებს. ახლა რა თუნდოდა ეს ისა, რა განა არ იცოდა, ძალიან კარგად იცოდა. ის ქოთანი ვისიც იყო, რა სისულელეა. ანუ შეგნებულად აიღო რა. პროვოკატორი. მაგრამ ის არ იცის, რომ ღმერთი ძალიან დიდია და ყველას თავის ადგილს მიუჩენს ადრე თუ გვიან. ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ზოგს მალე, ზოგს გვიან. ეს ადამიანებს გვეჩქარება ხოლმე, როცა რაღაცა უსამართლოდ მოგვექცევიან, თორე ყველაფერს აქვს თავისი დრო. აი, ცოტა მომცილე. ეს გამტოვეთ ახლა ამას აქ და გამყელების დროს იმას ვიზამ გამოვიყენე. ჯერ ლობიო მაქვს ამოსალესი შესაქმაზი, ბევრი არაფრით, ანუ მარილი, პილპილი, როგორც ლობიანს გაუკეთდება. ხო და აი ასე მეგობრებო. ახლა ყავასაც გავიკეთებ, ცოტა ვიყიდე, მაგრამ თავარია რომ ყავა მაქვს ახლა. ჩემთვის ეს არის, აი არ ვიცი რა, ყავა რო რქოდეს, წარმომიდგენია სამსახურში როგორ წავა, რაღაცა განწყობა შეცვლილი და დასტრესი. იმდენად დამოკიდებული გავხდი და არ მომწონს, რა მომწონს ესეთი დამოკიდებულება მაქვს. თუმცა ვიცი რომ ბევრი გამიგებთ, იმიტომ რომ ყავა ბევრს უყვარს, მარტო ახლა მიყვარს. ესეც ასე, ახლა ეს გაშრა, საშოქრე გავრეცხე, შაქარი რო არ იყო, გამოვერცხე და ეს პატარა კოვზიც გავაშრო. სხვათა შორის ეს კოვზი ამისი არ იყო, ანუ ეს იყო ჭიქას მოყვა, კერამიკური კოვზი და ამას მშვენივრად მოუხდა. საშოქრეს. აბა ეხლა გადი აქედან. მე შენ გაჭამე უკვე, მიხარ ესეთი გაუმაძღარი. და სოსოს ვეუბნები ცოტა დედა ერთი 3-4 დღე უნდა გავიჭიროთ თქო და ანუ ეხლა გუშინკი უბრალოდ გუშინკი არა გუშინ წინ მითხრა რომ ნაყინიო და მეთქი კარგი თქო და აი მოკლედ ერთი ამდენ რამეს როგორ უწოდები ზავალ მე კიდე რა მართლა მე ვიცი ძალიან ბევრს ანუ შემოსავალიც აქვს რაღაცა და ისიც კი ეცოტავება მახსოვს ერთ-ერთმა იუთუბერმა თქვა მოიცა რამდენიო დახარჯეს რაღაცა კარგად დიდი თანხა რა ფაქტიურად ერთი ხელფასი ადამიანი ნორმალური ჩვეულებრივი ადამიანი просто ნორმალური არა ჩვეულებრივი ადამიანის ერთი ხელფასი და ესო დიდიო მგონი კვირა ნახევარიო თუ რაღაცა გვეყოფაო და წარმოვიდგინე მე და ანუ შეწუხებულმა თქვა თავისთავად ეხლა ბედნიერმა არ თქვა ანუ რომ ეცოტავებათ და წარმომიდგენია მე კიდე არ ვიცი რა კიო ვარ გეფიცებით რაღაცა სასწაულებს ვახდებ ზოგს გონია რომ
როცა ადამიანს ეხმარება, ხო, გინდა იუთუბერი იყოს, გინდა ისე ადამიანი, გონიათ რომ მილიონებს ჩუქნიან. აი წარმოიდგინეთ ახლა კეთილი ადამიანი, ხო, რაღაცა გამოჩნდება და ზოგი 10 ლარს, ზოგი 20 ლარს ჩარიცხავს და ჯამში აი 100-იც რო არ გამოდის, წარმოიდგინეთ 100 ლარი და დღეს 100 ლარი ფულია, აი დაფიქრდით 100 ლარი რო თუ ფულია. არ ვიცი, ეხლა შეიძლება ვიღაცისთვის ეგ 100 ლარიც იყოს ფული, არ ვიცი, მე ჯერ არ მეგულება ესეთი ადამიანი, იმიტომ რომ ეს ჩვენ ნულიანები ძალიან გვაბნევს და სინამდვილეში ეს 100 ლარი არის 10 მანეთი, მეგობრებო. ჩემ ბავშვობაში რო იყო მანეთები, აი ის და ეხლა ბევრი იტყვის 10 მანეთის კაი ძალა ქონდა და რაცა დაჟე მართალი ხართ, მეტი ძალაც ქონდა 10 მანეთს. ეხლა იმ 100 ლარსაც არ აქვს ისეთი ძალა, როგორც ადრინდელ 10 მანეთს. და ხელფასები როა, ეხლა 1000 ლამაზად რო ჟღერს 1000 რაღაცა ლარი, ჩათვალეთ რომ 100 მანეთი თუ 900 და 800 აქვს ადამიანის ხელფასი, 80 მანეთი ხელფასი. და მე მახსოვს ჩემ მეზობელს ჰქონდა 300 მანეთი. ნუ პროფესორი ქალი იყო. და 300 მანეთი ეს არის ეხლანდელ ფულზე, რომ გადავიყუროთ 3000. დაჟე მაშინდელი 300 ხო გეუბნებით, უფრო ძლიერი იყო. არ ვიცი. არასოდეს არ წარმოიდგინოთ ეს ნულიანები ხავს აბნევს ძალიან ბევრს. ეხლა მოაზროვნე ადამიანს ვერ დააბნევს ვერც ის ნულიანი და ვერაფერი. ისა ბევრი შევყარე ხო შევყარე რაღაცა. ხო და ყოველთვის უნდა იფიქრო ის რომ ერთი ნული უნდა გამოაკლო და ლარის მაგათ მიეწერო მანეთი. და მე რო დღეში ვთქვათ დედა რაღაცით რომ ეხმარება, ხო, 10 ლარით, ხო? ის 10 ლარი რო ესე კიდე 10 რო ვითომ 10 მანეთი იყოს, არა. ერთი მანეთი, მეგობრებო, ერთი მანეთი. მე მახსოვს ერთ მანეთს ადრე როგორი ძალა ქონდა. 15 კაპიკი ღირდა კარტოფილი, ხახვიც, პამიდორი, ანუ აი ესეთი ანუ ბოსტნეული, ანუ მშიერი არ მოკვდებოდი ერთი მანეთიც რო ქონოდა, რომ რაღაცას მაინც იყიდიდი. თან მაშინ კიდე იყო ესეთის რომ მახსოვს ბავშვობაში ახლა ბავშვები როცა 8 მარტი ახლოვდებოდა რაღაცა ესეთი დღესასწაული, ხო? ბოთლებს მოვაგროვებდით ხოლმე ეს ლიმონათის ბოთლებს, აი ჩვეულებრივი ესეთი პატარა დაბალი ბოთლები, ახლა ტყემლებს რო ასხამენ ხოლმე. აი ეგეთ ბოთლებს ვაგროვებდით და მიქონდა ჩასაბარებლად. ლენინგრადის ქუჩაზე იყო სარდაფი და ისი ბოთლების ჩაბარების. ადრე ლენინგრადის ქუჩა ერქვა რა. ჩემი სკოლის გვერდის ქუჩა. ანუ 23 სკოლის. ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია ჭავჭავაძის სახელობისა, ეხლა ადრე ჩვეულებრივად ილია ჭავჭავაძის სახელობის. და ესე იგი, სეტკები იყო მაშინ. ხა ჩემი თავების ხალხს გემახსოვრებათ სეტკები იყო და ამ სეტკებში რამდენიც ჩაეტეოდა, მოკლედ ესე გავტენიდით ხოლმე, მივათრებდით ეს ბავშვები, პატარები, ეს ჭრინდი ბავშვები, ამ ხელა ისა სიმძიმე, ხა წონა აქ მან შუშაა, ხო? ამ ბოთლებს მივათრებდით, ჩავაბარებდით და თვითონ ბოთლში, მეგობრებო, 20 კაპიკს გვაძლევდნენ. 20 კაპიკი ახლა რო გადაიყვანა 2 ლარი. 2 ლარია, ხო? 20 კაპიკი 2 ლარი გამოდის. ხო არა? ხო, 2 ლარი. ხო, ერთი მანეთი. ხო, 10, ხო, 2 ლარი. და რაღაცა იქ ან ყვავილებს ყიდულობდით, ან ისინი იყო მაშინ უნივერმაგის მარჯანიშვილზე, უნივერმაგის პირველ სართულზე იყო ეს სუნამოების ესეთი სექცია, მარჯვნივ რო შეხვიდოდი, გაყოლებაზე იყო და ნუ იქ უბრალოებიც იყო, ცოტა ბრალიანებიც, ნუ თავისთავად ახლა ძალიან მაგარ სუნამოებს ხანდახან იყო ესეთი მახსოვს, რომ საწყობიდან ყიდიან ხოლმე. აი, არ ვიცი რა მოკლედ მეგობრებო. ესე არაფერი ძალა არ აქვს ლარებს
Because გლარებს კიდე ძალა აქვს, თორსა ბევრია და ეხლა ნულიანებს რო ძალიან იმათ უყურებთ ჩვენ. ახალგაზრდები კიდე ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ არ იციან, არ გამოუვლიათ ის და თანაფარდობის მომენტში თუ დააკვირდებით, ჩემი თავების, კი მიხვდებით, რომ ზუსტად გამეორებული ვარიანტია, უბრალოდ ნულია მიმატებული. და რა ხან, ანუ მეტად ჩანს 1000, 2000, 3000 ხალხს გონია, რომ ეს კარგი ის არის ფული. ანუ უფრო მეტი, ვიდრე ვთქვათ 200-300, ხვდებით? ანუ ფსიქოლოგიური ის არის რა. აი მე დავიღალე რა, ესეთ რაღაცებზე ისე მინდა, რომ ისე სტაბილურად იყოს ყველა აბსოლუტურად, მარტო საკუთარი თავს ჩემ ოჯახს და იმას კი არ ვუსურვებ, აი ყველას აბსოლუტურად ყველა, რომ ამ თემაზე საერთოდ არ იყოს დიდად საუბარი და ყველა იყოს ზოგადად, აი ასე თუ ისე ოდნავ კმაყოფილი მაინც, რომ ის წუთი სოფელია, ეს რაღაცა მოცუცქნული რაღაცა დაბადებიდან გარდაცვალებამდე რაც გვაქვს, ხო? აი ის განვლოთ ნორმალურად და ამ ტანჯვაწამებაში არ ვიყოთ რა. აი ამას ვისურვებდი ყველასთვის. კარგით, მეგობრებო, ეხლა ეს ამოფულდება ეს ცომი, მე დავაწყობ ამ ლობიანებს და არ ვიცი საღამოს შეიძლება კიდე ჩავწერო. ვფიქრობდი დღეს, მაგრამ კიდე ისეთი წვიმა წამოვიდა. ვიფიქრე რაღაცა კაი ვიდეოს ის მინდოდა რა ჩაწერა გადაღება და ნუ არ გამოვიდა წვიმს. გარეთ ვერ გახვალ ისე რა. თამამად, ნუ ქოლგით მოკლედ, კარგით აბა დროებით და უფრო საღამოს მომცემს ოსო მობილურ საღამოს. მომცანება. კარგით დროებით.